გამოშვებას. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაფასა. ალექსი პეტრიაშვილმა ნაყოფიერი უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს პრემიერმა ყველა ის საკითხი გააჟღერა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისათვის მნიშვნელოვანია. მინისტრმა ყურადღება საქართველოში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და მიღწევებს აფასებს. ვიზიტის გვირგვინი იყო ნატო საქართველოს კომისიის ხდომა, რომლის დროსაც პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ნატოს წევრმა სახელმწიფოს წარმომადგენელმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხაზგასმით აღნიშნა ის პოზიტიური შედეგები, რომელიც მოყვება საქართველოს ხელისუფლების მიერ რეფორმების განხორციელებას. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროს და სამართლებრივ სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატების თაობაზე. ყველა ერთხმად აღნიშნავს ნატოს ხელმძღვანელობას, ნატოს წევრი ქვეყნებიც ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მის მიერ გაწეული საერთაშორისო უსაფრთხოებაში განხორციელებული კონტრიბუციისთვის და წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის საქართველოს ეს კონკრეტული მიღწევები ადეკვატურად უნდა შეფასდეს ნატოს გადაწყვეტილებებში.